სვანი კაცის ჩვეულება ეს იყო რომ სვანეთის იქით და ვინც მოკვდებოდა ის სვანეთის მიწაზე უნდა მოეყვანა და დაესაფლავებია და არა სხვა გარემოში უდლის ნაკურთხი ადგილი სადაც არ იქნებოდა იქო ამაზე მე ჩემი ბაბუას ჩეჩავი ჰქმევია იმ წელს ვარ დაბადებული მე ის რომ უკვდა მომკვდარა ჩეჩავი ჩემი ბაბუა და იმას ძმა ყავდა ძმა ჯარში გაიწვიეს და ჯარში ავად გამხდარა ავად რო გამხდარა იმას რა კითხოთ ცოდნია და წერილი მოუწერია თავის დროშაში თუ ხალი ვნახე წავიდა ეს კაცი მარტო გაუდგა გაინახულა თავის ძმა და ეს კვდება ახლა მაშინ მან უთხრა ჩეჩავიო სვანებმა იცითო სულების ძებნა და უკან დაბრუნებაო როცა უკვდებაო ვინმე გარეთო და ერთი ბოთლი ვოდკა იყიდეო და სადაც შენ დაისვენო და საწვეს ჭამდე იქ შემინდეო და ჩემი სული შენ მოყვება და სული არა გაქო და ჩემიო დასახსნელი და დასაბრუნებელიო და ახლა ვარგი ამ კაცმა გააკეთა დაბრუნდა უკან დაბრუნდა და მას აქ სათიბი გაუყიდია სამი მარხილის მოცულობის და ამის საფასური დაუტოვებია ერთი ორი კაცი წაუყვანია და მიცვალებული უნდა გადმოასვენოს რუსეთიდან აქედან წაიღო მატერია ცვილისაგან უპირკეთებული კარგად გაუდგენ წავიდნენ და ამოთხარეს რომ ამოთხარეს მაშინ უკვე ამ ხანაგებმა ვერ გაძლეს თვითონ კი კუბო ამოაგდებია მის შემდეგ კუბოს მოხსნა სახურავი თვითონ კი დაადგა დანით რაც ხორცი ამას აწრისა და ყრის საფლავში ძვალი რაც ამას ფხექს კარგად და დებს იაშიქში ასეთნაირად გააკეთა და ჩამოასვენა იქიდან მკვდარი და ეხლა ბოდიში აქ და სადაც არ უნდა მოკვდეს ეხლა იქ დასაფლავებელია Akari, სასაფლაოარი, სარი ეკლესია ჩვენი, აი ამაღამ ეცით სულების დაპატიჟება ჩვენი. ლემზე რას ვეძახით. თითო ოქციცალი პატარა პურები რო არის. აი იმით არაყი არის დაახლოებით 9 ლიტრი რა. და იმით თხო ღმერთს რომ ამაღამო სულები სულეს პატიჟობოდა მომიყვანეს სახშიო. მერე თითოჭიქას სვამთაკ და მივდივართ ასე გვიკავია ის პატარა პურები რო გვაქვს ასე გვიკავია ასე მივდივართ სახში და მერე იქ ოჯახში სანამ არ ვაცილებთ ზეგორ შაბათარი აცილება ემართი მანამდე დიდი ხმით აპარატიც აღლა ყველი და ის არ შეიძლება Когда мы для вас Москва,
ოდიდება ქრისტეფის მოსხადება, შედა ქრისტეფის მოსხადება ბიშმანle ხედავ. მუშკრალად იხთოი დიდება შეხედავ. Nishkuye muşkura hoşak şahkına naşte bir işkida bişmanlı kadere zadiyam şekamaremi şimdi boş nasıl ham koset ecaj kapını da bişmanlı kadar Kristus var o ah nerskante ben o nishkuye muşkura hoşak şahkına da bişmanlı kadar zaman başımdan ben o şart da ama başımdan sıkıldım was başımdan Zabaj khadi shwe kunara go khochad shonqit. Khocha garastiyaledi khochad shonqit shwe teskadi zabaj khadi zabaj. Tsaliadi dabshmandi khaz khocha garastiyaledi. Ozi zabaj khadi mardaj khaz kistepus muswari zabaj khadi. Zemzeji khadi zabaj khadi. Kalandemiş köyde şahidnâmin kurteska dida başkadi naşte bir şahidnâmin yolyarsınız ki kurteska dida bir şeyler dili khedi yapşirlon o çıkan şam kançılan khel şav dida malda khedi bedniyet şahidnâmin yolyars kurteska dida malda khedi khaytani hoşa. Kistefus masfara muşkura hoşa şahkına. Bir daha bişmanlı. Julian unser doch so jach. Ola unser. Julian. Ai, stris. Ჯოხებს მოიტანდით. სახალწლოდ. ძველი ახალწლისთვის. ო, ძველი ახალწლის და იყო შემოტანილი და ლიბანალიზე ვიყენებდი. არყის ხის ნაკერი მეორე მსხლისაგან უნდა მოგეჭრა. მესამე ჩუჭინცო დაходит. წყნელი რომელიც ადვილად იგრიხება. აი ეს სამი ნაკერი უნდა ქონებოდა და შეიძლება პატარა ბავშვი. მე არის პატარას ირჩევენ. ყველაზე პატარას
გამოიტანენ ბალის, გაეყვანენ გარეთ, დასვამენ მაგ ბალისზე და ორი კაცი იმ ჯოხებზე ზუსტად. იწყება ხიშან, ბუზაინა, უზაიდი, მარელი, ნაფშილი და შემოდიხარ თან ბავსაკიულებენ, გაიგე, წკენის ესე დაიგადრო, წივილი ატეხოს, გაიგე, ყმაურიანი რომ ოჯახში სიცოცხლე არსებობს, გაიგე? დედა სული რომ მოუკვდა იმან ვერ მოიტმენა და უყარავლა კარის უკან და გასვლისას ხელის ტაცა მის მერე დაიკარგა. როგორც მოსიარულე ჩრდილი რომ ხედავთ, ჩვენ ჩრდილს რომ ხედავთ, ასე ყოფილა მაშინ თურმასე ხედავდა უცვალებულ და იმან ვერ მოიტმენა დედამ და ხელი მოკიდა და მაშინ დაიკარგა. ამ დროს ლიფანალის დროს მოდიოდნენო თითქოს ჩვენება იყო იმისი მიცვალებულის მაგრამ ერთხელო რომ მოსულანო დედასო ვერ შეუკავებია თავი და შვილისთვის ხელი მოუკიდიაო და ალბათ ისა მოენატრა შვილი და ვერ შეუკავებია თავიო და აი იმის მერე შეწყვეტილა ესო შეხედვაცო რაკები იცოდნენ, სიზმრები იცოდნენ, კაი მოყოლა იცოდა ბებიაჩემმა. ელსა და ერქვა ლახუშიდან იყო. იმას რო არ ცოდნებოდა სვანური ისეთი არაფერი არ იყო. ის ყვებოდა, არა და კაი მოლაპარაკე ვინც იყო, აი ის მოყვებოდა ცინგლერს, ესე იგი ცხაპრებს. ეჩხრე აბრეგ მეთაურ თხაქვე ვესერომ ზუდლიცმამ არიო ამეშუნი ჩესერარი მორე რვაისერ მეჩდელი ლიარსერ დამეთხელეჩ ხან არის ერთი ხემწიფე მუტიფარი და უზნეო ისეთი ცოლი ჰყავს რომ ადამიანის სისხლი და ხორცი უნდა მოწოვოს ლახტახოდე ჩონღოლი არსა მიჩაფხნი გარსი დაზებოთყით ხარჯ მაგ ჩიმ ფორმაი იხორჯი ახიმდამჯი ლახჭე დოლარი ჭინთ ჰასმახმაგვეშე სერმახეი ცოლმა უთხრა მე მინდა ადამიანის ძვლებისაგან კოშკი ამიშენო ათხე ამეჩუნა ჭაზე ძირისგა ხოშო კი მოთხოგი მომგუშ ჩამოკიდებული ნჯიარაჩესა შტეჟი გარკვიეთო ქვეყანაზე ქალი მეტია თუ კაციო ალი დრევი ალი იმზერე ალი ქად ზიგრე ხამჟი კან ხადხთალი ჭინტ ლაყურაჩკვან ხან გეჯესერ ჯილი ასე უხემწიფე რომელი მამაკაციც ქალს უჯერის და არასწორ გზაზე აყენებს ქმარსო ის ქალებს მივაწერეთო და მაშინ ქალები უფრო მრავალი გამოვიდეო და კაცები ნაკლებიო ვარჩხილ ვოქშ ჩინოში კაჩი ჯანი ჩონღოი ოჯახში შექმნაი ოჩა მახავაილა ხოჩა მეზგი ახფასი ამუშ კაცი გრანსერ იშიშულა ამ ხელმწიფე მეს ხმალი და მოჭრა თავის ცოლს კიცერი და სახელმწიფო გადარჩა ჩვენს გადავჭეთ ჭისავორამს ლალხორში მიდიანო და ლალხორი არის იქით უშგულის მხარეზე აი ხალდე როქვია იქ არის ლალხორი და ამაღან იქადიანო და ხალ ბრუნდებიან ასეთია გადმოცემა და ჩვენ ხომ თვალით არ გვინახავს მაგი და აქედან ვედრება და ხვეწრა მიდის რომ ლალხორში გომიდიხარ მოვიტანე ეს კაიფეხი, სიმრავლე, სითბო, სიტყვა, ნუ რაც ოჯახისთვის აუცილებელია ამას ეხვეწები მაქსულებს და ლალხორში ახლა ვინ აჯობებს ერთმანეთს იმაზეც არის. იქაც ვაჟკაცობა არის საჭირო რა. ღირსიანი თუ არა ეს ოჯახი და ვთქვათ მოხდეს ავი რაღაცა, ანუ ვინმე გარდაიცვალოს, თუნდაც ანახალგაზრდა, ანუ ვინმე ამაზე არის დავა რა. ვინც ივაჟკაცებს იმას უკვე კარგი შემოაქვს ოჯახში რა. იმიტომ არის ექსპონატები როგორ პატივსაც სცემ იმ პატივით
ისინი მოგიბრუნდებიან უკან. გადმოცემით ასე ვიცით, რომ იქ კალში მიდიან და იქიდან ბრუნდებიან, აი მაშინ უნდა დახვედრო ის ფაფა, რძისგან გაკეთებული ფაფა. მერე ის ჯანგლებს ვეძახით ყოჭლი და ეს ვინც არის, ისინი ალბათ ამას წავით სწრაფად ვერ დადიან და აი ჯანგლების ის არისო, ესე იგი ისინი უფრო გვიან მოდიან და მაშინ კიდევ ხელმეორედ უნდა გააკეთო ცერემონიალი. თქვენ გძნობდით ამას, რომ თქვენს ოჯახში სულები იყვნენ? როგორ არა, ეს ისეთი შთაგონება იყო მაშინ, ბავშვებში. ვითომ უყურე ჩვენ ზურგით ვერ დავждებოდით იქ, ვერც იმ სუფრას ვერ მიუჯდებოდი. გამოვიტანდით პატარა ტაბაკზე და აქ ვჭამდით ჩვენ ცალკე საჭმელს, იმიტომ რომ იმათი ადგილი რო არ შეგვეზღუდა მკვდარი სულების. და ჩვენ მე ასეთი შთაგონება მქონდა, ვითომ სინამდვილეში იგიჯდა ხალხი და უყურებდით იმას სინამდვილეში. აი ეს დღე რო დგება, მე ჩემთვის ძალიან აუტანელი ის არის ყველა გაცილების დღე. ისე მაგ გამჯდარი რომ ცრებლად მომდის. რომ აცილებ და მიდიან ძმები, მამა, დედა და არ გინდა რომ შენი ოჯახიდან წავიდნენ რა. ეს ისეა გამჯდარი, ეთყობა მართლა რაღაცა არის. ამ ერთ კვირაში, ამ გინდა 5 დღეში ისეთი რაღაცა ხდება, რომ სულში და მთლიანად იმაში გიჯდება ეს ყველაფერი და გაცილების მომენტი არის ჩემთვის აუტანელი ძალიან. გაცილება ორშაბათ დღეს მხოლოდ ამას არ აგვიანებენ, იმიტომ რომ თუ დააგვიანდა ოჯახს დედათო, მაშინ ყველა მიცვალებული ოჯახში შედისო. და ამიტომ აი დაახლოებითად რო თენდება ამ პერიოდამდე უნდა მოასწრო გააკეთო ყველაფერი. ოჯახის უფროსი დგება მაშინ და აი იქიდან დგება დასავლეთიდან და დაიწყებს შელოცვას და ვისაც ოჯახში ეკუთვნის დაწყებული იქიდან დაარსებიდან იმ ოჯახისა დღემდე ვინც გარდაცვლილია ყველა უნდა მოიხსენიო, მოიგონო და გამოხვიდა ეს რძე თაფლი და ამით დაიწყო აქ დასხმა შემდობა. გახვალ შუა ცენტრამდე და იქ დაიჩექებდა, იქაც უნდა ჩააცხა შეუნდო ყველას გახვალ კარამდე და მესამე იქ კართან უნდა. ამის შემდეგ სანთელი, რომელიც შენ ხელში გაქვდა ლოცულობ, ეს სანთელი უნდა კარზე მიაწეპო და ამითი თავდება ეს ორშაბათი.
სულსა და ღმერთო ერთი ძალა აქვთო. სულსა და ღმერთს ერთი ძალა აქვთ. ღმერთი და სული ერთი არის. სული და ღმერთი ერთია. აი როგორც ღმერთს ეთაყვანენ, ასე უნდა ეთაყვანოს სულს როგორც ღმერთს ეხსენებჭი. აქაური ხალხი ყოველთვის ფიქრობს, რომ ითომ მკვდარი ჩვენთან ახლოსაა. ახლაც ასეთი განცდა.